Globალური ბიზნეს ამბები არ გამოგჩეს და დაიწყოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ Apple Intel-თან თანამშრომლობას დათანხმდა და თავისი ჩიპების დიზაინი და წარმოება შეერთებულ შტატებში უზრუნველყოსო. უკაცრავად Intel-თან პარტნიორობა Apple-ს საწარმოო ბაზის დივერსიფიკაციაში დაეხმარება ზოგადად, რადგან ის ჩიპების წარმოების დამატების სიმძლავრეებს ეძებს. iPhone-ის მწარმოებელი ამჟამად ძლიერ არის დამოკიდებული TSMC-ზე. ტაივანშია და თავის მხრივ მოწინავე საწარმოო ხაზებზეც ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებლებისგან NVIDIA-სგან ძალიან დიდი მოთხოვნა, ანუ TSMC-საც ამ მიმართულებით ასე ვთქვათ, რაღაცა საწარმოო ხაზები შეიძლება იქით მიმართოს უფრო NVIDIA-სთვის და AMD-სკენ, რომ ისინი მოამარაგოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ვთქვათ Apple-ისთვის შეიძლება ნაკლები სიმძლავრეები გამოყოს. ამიტომ Apple-ის მნიშვნელოვანია, რომ Intel-თან გარკვეული გარიგება დაიდოს, მით უმეტეს რომ ხო, ეხლა Intel-ი უფრო ეროვნული კომპანიაა ვიდრე TSMC. Apple-ის თავარი მიმწოდებელი. მაისში წერდა Wall Street Journal-ი, რომ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ Intel-მა Apple-ისთვის გარკვეული ჩიპების წარმოებაზე წინასწარი შეთანხმება დადო და ტრამპმა დაადასტურა, რომ ეს შეთანხმება ახლა არსებობს. Apple-ის კონკურენტი Intel-ისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისგან სტაბილურ მოთხოვნას უზრუნველყოფს კონტრაქტი, უბრალოდ რომელიც გაფორმდება და მის რეპუტაციას პრინციპში Intel-ის რეპუტაციას ეს ერთიორად გაზრდის. Apple-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება, ის იქნება ასე ვთქვათ მუდმივი დამკვეთი, ისეთი დამკვეთი, რომელიც შეკვეთებს ყოველთვის მისცემს, სტაბილური იქნება და მოთხოვნაც Apple-ის პროდუქტებზე იზრდება, შესაბამისად მოთხოვნა გაიზრდება იმ ინფრასტრუქტურაზე და ჩიპებზე, რომელსაც Intel-ი აწარმოებს Apple-ისთვის და ეს წარმოება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება პირდაპირ დონალდ ტრამპის წისქვილზე დაასხამს ხალხს. მით უმეტეს რომ 10% Intel-ში არის ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძინა დაახლოებით. სახელმწიფო ფლობს წილს Intel-ში. აი ესეთ რაღაცას $10 მილიარდი ინვესტირების. და მას შემდეგ Intel-ი გაიზარდა 60%. აი ეს რე უნდა ინვესტირება. და ტრამპი ამბობდა რომ მეტი უნდა გვეყიდაო. ნანობს. მეტი რატომ არ ჩავდეთ? 25%. კიდევ რა გაიზრდება, იცი ბექა? რა გაიზრდება? Apple-ის პროდუქციის ფასები. გაძვირდება ყველაფერი. ხო, წარმოება იქ იქნება ამერიკაში გაძვირდება. ყველაფერი გაძვირდება, მოკლედ დაგვიდასტურა Tim Cook-მა, რომ საერთოდ ყველაფრის ფასები გაიზრდება, ალბათ ახალი iPhone-ი როდესაც გამოვა მას ერთი $150 უფრო მაღალი ფასი ექნება, Mac-ების ფასები პრინციპში უკვე გაიზარდა, Neo-ც კი ბიუჯეტური მოდელიც მომავალი წლისთვის უფრო ძვირი იქნება, მიზეზი არის მარტივი, AI ჭამს ყველაფერს, ჭამს მეხსიერების ბარათებს, პროცესორებს, ჩიპებს, RAM-ებს, DRAM-ებს, საერთოდ ყველაფერს და ამის ფონზე წარმოების თვითღირებულება როდესაც იმატებს, Apple-იც იძულებულია რომ ფასები გაზარდოს, რადგანაც მოგების მარჟა ხომ უნდა დაიტოვოს კომპანიამ, ინვესტორები ქველმოქმედებით კი არ არიან დაკავებულები, მათ მოგება უნდათ. მოგება თუ გინდა, მაშინ მარჟა უნდა შეინარჩუნო. მარჟის შენარჩუნება კი სამწუხაროდ შეუძლებელია ფასების დისგარეშე, ამიტომაც Apple-ის ფანებს Apple-ის პროდუქტი თუ გაძვირდება, იდარდოს ერეკლე ფულად. ერეკლემ უნდა იდარდოს ნამდვილად, რომელსაც არაკლია Apple-ის პროდუქტები, მაგრამ მაინც მეტი შეიძლება ქონდეს. ყოველთვის არის ერთით მეტი პროდუქტი. მეტი სურს რო ქონდეს. კარგი, ჯეფ ბეზოსი, რომელმაც 4 შაბათს პარიზში გამართულ ტექნოლოგიურ გამოფენა Vivatex-ზე წარადგინა, ასე ვთქვათ, თავისი პრეზენტაცია და განაცხადა, რომ კაცობრიობა მთვარეზე და საბოლოოდ მის მიღმაც უნდა გადასახლდეს, არა მხოლოდ კვლევის მიზნით, არამედ ერთიას და მეორე მასკი. ხო, პლანეტის ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის გავლენისგან გადასარჩენად. მოკლედ, ბეზოსი ფიქრობს, რომ მარსის კოლონიზაცია კარგი იდეაა, თუმცა მარსის კოლონიზაცია არ გამოვა მთვარის გარეშე. ანუ მთვარი არის პირველი გაჩერება, სადაც უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, მათ შორის წარმოება, სხვადასხვა მაღალ ტექნოლოგიური მიმართულებები. ბეზოს ფიქრობს, რომ დღეს რეალურად ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა, რა თქმა უნდა, არის ერთმანეთთან წინააღმდეგობაში, ამიტომ თუ დედამიწა სურს, რომ ეკოლოგიური განვითარება და ეკონომიკური განვითარება იყოს თანხვედრაში, მაშინ უდიდესი წარმოებები, უდიდესი ანუ ქარხნები უნდა წავიღოთ მთვარეზე. აი ეს უნდა. ყველა ინდუსტრია მაღალ ტექნოლოგიური. ბოტასები უნდა შევქმნოთ. არა, ბოტასი ალბათ არა, მაგრამ მაღალ ტექნოლოგიური ჩიპების წარმოება, data ცენტრები და ასე შემდეგ უნდა იყოს მთვარეზე ან მარსზე. სხვა შემთხვევაში დედამიწა არის უარეს მდგომარეობაში, რადგან არ შეიძლება რომ ეკონომიკური განვითარება არ აზიანებდეს დედამიწის ეკოლოგიას და ბუნებას. ასე ფიქრობს ჯეფ ბეზოსი. Made on the moon რო დაეწერება პროდუქტი.
მე დამზადებული მთვარეზე. კი, ჩინეთს ვაჯობებენ ეგ არის, თორე არ ამგონია ჩინეთს გადაუსწრონ, ჩინეთი უფრო დიდი მთვარე და მარსია ამ შემთხვევაში პროდუქციის წარმოების, მაგრამ ბეზოსი ფიქრობს, რომ Blue Origin-ს შეუძლია ამ მიმართულებით რევოლუციის მოხდენა, რადგან როდესაც პირველად მთვარეზე ადამიანი და მთვარის ორბიტაზე გავიდა, მაშინ რაღაცა რბოლა იყო პოლიტიკური მათ შორის, ამიტომ დღეს ეს რბოლა არ არის, Blue Origin-ს შეუძლია რომ რაცა რბოლაში არანაირ რბოლაში მონაწილეობა არ მიიღოს, დაფუძნებული იყოს მხოლოდ განვითარებაზე და ტექნოლოგიებზე, რომელიც ჩაიყვანს მარსზე. ათასობით და მილიონობით ადამიანს, რომლებიც იქ იცხოვრებენ, იმუშავებენ, განვითარდებიან მთვარეზე პირველ რიგში და შემდეგ უკვე მარსზე, რა თქმა უნდა, იქაც არ გამორიცხავს კოლონიზაციას, იმიტომ რომ სხვაგვარად მთვარის გარეშე მოკლედ ჩვენი განვითარება კოსმოსში არ გამოვაო, ფიქრობს ბეზოსი და ეს არის ყველაზე მოკლე მანძილის პლანეტა, სადაც შეიძლება და ჩვენი თანამგზავრი, სადაც შეიძლება რომ მოეწყოს ინდუსტრიული ზონები, იმიტომ რომ დიდი ხანი სჭირდება მარსზე მოგზაურობა. კი, მარტივი პრობლემა არის ეგ რა. გაჩერება რიკოთი იქნება. ძალიან შორს არის. რიკოთი იქნება მთვარეს, მოკლედ.